ეს პატივს მიუღებს ჩინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც კეთილ ქართულს მისცეს გმირობის მაგალითი, მომავალთაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვის საცხირს ყველაზე ძვირფასის გაძირვაც კი და ეს არის სიცოცხლე და ზუსტად ამის მაგალითი მოგცეს ჩვენ ჩინდისის გმირებმა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომ პატივი მივაგოთ ჩინდისის გმირების ხსოვნას. წელს ამბობდით, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, რა შეიცვალა დღეს? ჩინდისის გმირების ოჯახის წევრებს რას ეტყვით, რომლებიც ამბობენ იმას, რომ ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა და ერთადერთი აგრესორი და ოკუპანტი არის რუსეთის ფედერაცია. ომის თემატიკასთან დაკავშირებით გამოუწევთ ჩინდისის გმირების ოჯახის წევრებს რას ეტყოდით? ისინი ცალსახად ამბობენ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, ოკუპანტი არის რუსეთი და საქართველოს არ დაუწყია საომარი მოქმედებები. დღესაც ქართული ოცნება იგივე სამტკიცებს და დღესაც იგივე უნდა თქვათ ამ ადგილას, რომ ომი დაიწყო საქართველოს. პირველ რიგში თქვენ სხვის სახელით ნოსაუბრობთ, ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება ომის დაწყებას, ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც თქვენ პარტიასაც აქვს ხელმოწერა, ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ეს არის სტალინევის დასკვნა და ეს არის თავად თქვენი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება. სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ რეალურად სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები და ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რაღაცა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და მან მისცა ერთგვარი საბაბი ამ პარტიას, ნაცმოძრაობას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ, მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც ქართულ ოცნებაში არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, ხო? ამის შემდეგ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადების გამო გამოაცხადეს მოღალატედ და ნუ დღემდე ალბათ ძალაშია. მათი ეს პოზიცია არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, როგორც არის. მე მინდა გავიხსენო, მე მინდა გავიხსენო 2018 წელი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი გააკეთებდა ამ განცხადებას სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ ქონდა შეკრება, მაშინ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და ჩემს კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა. ვიყავით მე, სალომე ზურაბიშვილი და პიარის ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც გავდიოდით, ასე ვთქვათ, პრობლემურ საკითხებს, რთულ საკითხებს უпроსორად და ერთ-ერთი კითხვა დაუსვით სალომე ზურაბიშვილს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი ექნებოდა მას შეკითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით. რაზეც მან გითხრა, რომ რაც იყო სიმართლე, იმას იტყოდა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც ჩვენი რჩევა იყო, რომ შედარებით რბილად გასულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მან დაგვიდასტურა, დამშვიდი, თუმცა მეორე დღეს მან გააკეთა ხისტად განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მიზეზი უთხარით, რატომ არ იყო მიზანშეწონილი მომენტში მისი მხრიდან ომის დაწყების თაობაზე განცხადების გაკეთება. გუნდის შიგნით ჰქონდა პრობლემები, Deep State-ის აგენტურა იყო მაშინ 2018 წელს ქართულოსნების გუნდში გახარიას არა გულისხმობ ამ შემთხვევაში დეპუტატებს 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი მაშინ ჩვენს გუნდში და ასეთ ვითარებაში ჩვენ გაგვიჭირდებოდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა და გარდა ამისა მას უთხრით რომ მთელი საარჩევნო კამპანიას აიგებოდა ამ თემაზე რაც არ იყო ჩვენთვის მიზანშეწონილი ის დაგვირდა რომ სხვანაირ განცხადებას გააკეთებდა თუმცა საბოლოო ჯამში თქვა სიმართლე პირდაპირ ფორმით და განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რომ მი დაიწყო სააკაშვილის სადამდე მიმყავს ნახეთ 2018 წელს პირველად განაცხადა ნაცმოძრაობამ რომ მათ არ დაუწყიათ ომი. მანამდე არც ერთხელ არ გაუბედავთ ამის თქმა. რატომ? იმიტომ რომ ყველას გვახსოვდა რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო? რა ხდებოდა 2008 წლის დილიდან, როდესაც გვიცხადებდა ჩვენ პირადად სააკაშვილი გვიცხადებდნენ იაკობაშვილი, ლომია და სხვები რომ ისინი იღებდნენ სოფელ-სოფელზე დასახლებაზე ისინი ათავისუფლებდნენ ცხინვალის რეგიონს, რუსები კარგად იქცეოდნენ და სეპარატისტები იყვნენ ცუდები და ეს შემდეგ. ეს ხო ყველას გვახსოვდა. ამიტომ 2018 წლამდე ვერ
ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას და 2018 წელს გადაწყვიტეს რომ თურმე არ დაუწყიათ ომი 2018 წელს ასევე გადაწყვიტეს რომ ომი დაიწყო თურმე არა 8 აგვისტოს არამედ 7 აგვისტოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის სირცხვილი ფაქტი არის ერთი ფაქტი არის ის ტყუილი მანამდე რუსები მიმდინარეობდა წვდები ახაც მიმდინარეობს მაგრამ ყველაფერი დაიწყო თუ არა რუსეთმა ბატონოები რუსეთი არის თუ არა 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და მოღალატემ გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ უცხოელმა აგენტმა 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი. უმაღლესი მთავარსარდალი ის იყო მოღალატე. მან დაიწყო ესეთი ომი სააკაშვილის მე განმარტეთ. როგორც შედის ახლა ქართული ოცნების განცხადება რომ ომი დაიწყო საქართველოს. ეს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება ეს განცხადება. როგორც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში არ შედის ეს. როგორც არ შეიძლება იმის თქმა რომ საქართველოს მოკლა მაგალითად სანდრო გერგლიანი ან საქართველოს მოკლა ბუტა რობაქიძე ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა რომ საქართველოს დაიწყო ომი 2008 წელს 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველოს არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა რეჟიმმა გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს რეალურად სინამდვილეში ხელისუფლებაში მოატყუეს ხალხი, გარედან მოიყვანეს ხელისუფლება, ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და შესაბამისად მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ვერავითარი ღალატი სააკაშვილის მხრიდან და ნაცმოძრაობის მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განახორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%. ანაკლისთან დაკავშირებით გეკითხებით და შეიცვალა რამდენიმე წლის შემდეგ 2018 ჩვენ სალმე ზურაბიშვილს აუხსენით მაშინ რომ სიმართლის თქმა იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა გუნდში ყავდა ჩანერგილი ადამიანები და ასეთ პირობებში არ იქნებოდა იმ მომენტში სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა რაც უთხარით მან გააკეთა ეს განცხადება გამომდინარე იქიდან რომ გუნდში ყავდა ჩანერგილები მათ გააკეთეს საპირისპირო უარყოფის განცხადებები ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ მთელი 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე რაც უთხარით რაც გავაფრთხილეთ ზუსტად ის მოხდა მაშინ იყო ეს ვითარება მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი და ასეთ პირობებში ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება რომ საზოგადოებას უთხრათ სიმართლე ყველაფერთან დაკავშირებით მათ შორის 2008 წლის ომთან რაც შეხება არჩევნებს 17 სუბიექტი დარეგისტრირდა არჩევნებში რომ გამოუცხადა ბოიკოტი ამ ციფრებზე ნუ რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ რომ ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ნუ ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და ხედავთ უკვე როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ საერთო კანდიდატზე ლელოსა და კახარიას პარტიები, ასე რომ ვთქვათ და სხვა სახელმწიფოების ხმის მაგალითად გიშარაშიძე, მირაბ სეფაშვილი, ალეკ ველისაშვილი, აი ვისი სახელმწიფოებიც questions რამდენად აქვს მათ შანსები რომ თავშად თბილისი მოხვდეს. ნუ რა გვარებიც ისმის იმის გათვალისწინებით ერთ-ერთზე რო ავიღოთ ყოველ შემთხვევაში კახგალაძე მინიმუმ 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან
იმართებით, ხო? ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური ყველაფრის გათვალისწინებით. დაკავშირებით გეკითხებოდით მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე მინდა გკითხოთ. მიუხედავად საერთაშორისო არბიტრაჟებში წაგებული დავებისა, მამუკა ხაზარაძე ისევ ცდილობს აკითხოს, რომ ხელისუფლებამ შეუშალა მას მშენებლობაში ხელი, რას უპასუხებთ? თქვენ ყველაფერს ხედავთ, ხო? მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია მათ შორის ამ ადამიანებმა, ხაზარაძე ჯაფარიძემ ააგეს იმაზე, რომ თითქოს სახელმწიფო ისინი დაჩაგრა ანაკლის პორტთან მიმართებით. მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას, კონსტიტუციაშიც კი შევუტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილიყო ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა ამ ხელშეწყობის მიუხედავად მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი. და ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა და მაინც არ ეშლიან თავისას, ხო? საერთაშორისო არბიტრაჟი ამას ამბობს, ყველა ფაქტი ამას ამბობს. ასე დროს, როდესაც ჯიუტად მაინც იმეორებ სხვა რამეს, რა თქმა უნდა, გასაგებია რა არის მათი мотиваცია, სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ასევე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი. ერთად გითხავთ დონალდ ტრამპის სახელმწიფოსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბანკებს ეკრძალებათ მოქალაქეებს მოქალაქეების ცდომა ეზღუდება. სანქციები ზოგადად ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ზოგადად სანდოობას საბანკო სისტემის მიმართ. შესაბამისად ის რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ მიდგომის გადახედვას, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ. შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკურია, რასაც ისინი საუბრობენ. მე ვფიქრობ, რომ ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც. ეს არის ჩვენი ვარაუდი. ზანგეზურის დერეფანზეც მინდა გკითხოთ, საქართველოს ფაქტორი არის ფაქტობრივად ამ თემის გარშემო გამორიცხული, რა შედეგს მოიტანს თქვენი აზრით ძალთა ასეთი გადანაწილება? პირველ რიგში რუსეთის გავლენები მცირდება, ამას როგორ ახსენებთ ესეც რა? პირველ რიგში მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და სომხეთს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანობაში. ეს შეთანხმება ხელშეუწყობს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში მშვიდობის გამტკიცებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გამტკიცებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ რა რესურსიც ჰქონდა ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს უნდა გადავხადოთ მადლობა, სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების რუსეთის გავლენებს, ამაზეც რომ გითხრათ რეგიონში როგორ საბოლოო ჯამში ჩვენთვის პრინციპული რაც არის, ეს არის ეს რომ გამტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ეს ხელშეუწყობს როგორც მშვიდობის გამტკიცებას, ისე კეთილდღეობის გამტკიცებას ჩვენს რეგიონში. არის ამ დროს ბატონო ირაკლი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება საქართველოს უკავია კვლავ ცენტრალური ადგილი ამ ჩვენს რეგიონში. და ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, გასული 30 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის გამტკიცებას. ეს იყო ჩვენი როლი, რაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეზობლები, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. შესაბამისად, მომავალშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის გამტკიცება. ეს არის ბუნებრივია ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც ვიცით, ეს წარადგენთ მერობის კანდიდატებს, რომ გითხრათ წინ არ გავსრებ მოვლენებს. პრინციპში კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია, უკვე ბილბორდები და ბანერებიც არის გამოგრული, თუმცა დღეს შემაჯამებლად ერთიან სიას გავაცნობთ საზოგადოებას. საერთო სურათი არის ის, რომ მოქმედი მერების ან მერის მოვალის შემსრულებლების ნახევარზე მეტი კვლავაც იქნებიან წარდგენილი კანდიდატებად მერის პოზიციაზე, თუმცა გვეყოლება ასევე ახალი სახეები. თითოეული კანდიდატი იქნა შერჩეული
საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და მის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს არ ვაკეთებთ. მადლობა დიდი.